და თუ კი დაიღალეთ გასართობად მოიცალეთ გინდათ ღიარული ამბები აქ ყველაფერია ხდება რაც ხდება და რაც არ ხდება ნახეთ უცნაური ზღაპრები მოწყენილი მდიდრები და ბედნიერი ღარიბები მოკლეთ მიტაგრძელი ულვაში შუბის თავი მეზობლების ნობები და არიფები ყველა ცხოვრობს ქერის უბანში რაკეტილი ხარ ბრძანებელო? როგორი რუდუნებით აჭმევ ხორბალს? რუდუნება რო ვთქვი ხო დაგეფინა მალამოსავით სათუდ გულზე? კარგი ვიჭი ხარ ეზიკო, მაგრამ ხორბალი კი არა მიწა ჩაუყარე. უი, რას ამბობთ? ხორბალი უფრო არ უყვართ მღრნელებს? კი უყვართ, როგორ არ უყვართ, მაგრამ ხორბლით თუ გავანებივრე, სულ გამომიღრნიან ჯიბეს. თაგვი მიწასაც კი ჭამს, კარგად რომ მოშივიდება, ხომ გაგიგია, თაგვა მიწამ შანგი შეჭამაო. გამიგია კი არა ზეპირად ვიცი? ხო და რატომ აჭამ ხორბალი თუ მიწას ჭამს? თანაც ხორბალი ფული იღებს და მიწა კიდე უფასოა. აგერ ჩემო თესომა, იმ ხელა მიწა იყიდე ერთლარად, გაგიჟდები მოკლედ რიზიკო რომ ნახო. ბრძანებელო, ბიზნეს იდეა მომივიდა. თუ მიწასაც ჭამენ მღრნელები, ხომ არ გავყიდოთ? მიწა კაპიკი არ დაგვიჯდება და ფულს კი გავაკეთებთ. როგორ ინოვაციაა? ჩემო რეზიკო, მიწის გაყიდვით ფულის კეთება, შენ ახლა მოგაფიქრდა და მე ბრძანებელო, ობობას არ უნდა საჭმელი? არ უნდა კაცო. ეგ ობობა აღარ მჭირდება და საერთოდ უნდა მოვიშორო. მაგრამ ახლა გაიყვანე გარეთ და გაანადგურებიდი. გაანადგურები მისასწრაფოდ. ბრძანებელო, რამდენი შრომა და ენერგია გაქვთ ჩადებული, რომ ასეთი მაღალგანვითარებული ობობა მიგეღოთ? რატომ კლავთ? მაგრამ გააკეთა უკვე თავის გასაკეთებელი და აღარ არის საჭირო, აღარ მჭირდება. ხალხს შეუყვარდი უკვე ჩემი სიკეთით. რეზიკო, რატომ არ ვარაგებ ამდენს? უარს ამბობ ჩემი თხოვნით შესრულებაზე. აღასოდეს ბრძანებელო, რას ამბობთ? თქვენი სიტყვა ჩემთვის კანონია. უბრალოდ ადამიანურად მეწოდება. უიმე. წადი, ჩემო მეგობარო, წადი. იცოცხლე. ვინ იცის მეც როდის აღარ გავხდები საჭირო? არაფრის გენცა. ჩემონოდარ, დაჯის უფრასთან დაიღლები ფეხზე დგომით. მაირ ბილავეძე ჯდომასა, ნაჩოვი და ხისკავე იგაზე დაждდება? დაჯექი ბატონო და შეკიდერ ბილიავეჯი დადო. როგი ყურე ბიბინა, ფულდი თუ აღარ ჩემით და წეცავარ ჩემი რა თქვი აქ ეყავეთო. ნუ ეღადავებით ბატონო დარის. თორე მარიცი თქვენ მაგის ამბავი. მაგის ყაში შავარ და ჩემი მტრები. შენი მტრები და კიდევ 4 ციგანი. 6 გოჭი, 3 ზუთხი და 12 კუპატია. ევიო, აღარ უნდა ახლა გაჯაჯლება. მივაწიოთ სტაკანს თუ არა, ავარ და სიფხიზლე თავში. მოიახლა ამჭიქით, სიგეთეს გუმარჯოს. რა სტრანი არსება ხარ შენო? სად ნახე სიგეთე? რომ არ მინახია და მენატრება, იმის და ატკბილი. ჩემო პრესიონ ცოტა დამალულად მაინც დალიეთორე თუ დაგინახა ბატონმა ბიზნემ გადაირევა მე ხო იცი? რაც უნდა დანახვა, აგერ არა ნორმალია, ხელაჩი მიუტანდალებს ენას. შენ რასა, ბიჭო რომ გადრულობ? რომელი დანოშჩი გიმნახე აქანა მე? ბატონი ბიზნესთვის ერთი სიტყვაც არ დამწდება, თვითონ თუ არ მკითხა მე ვიყო. ვეიმე, რაღაცა მიკბინა, ნახე რა სუხო. ობობა ყოფილა შეგეში და შებედათას პეცავა. არაყი მაინც მოისვის, ოსო. არ გაგიმიზესდეს. გადირიე ბიჭო, მაგდენიოტკა მაგასოკისერზე მოუსვა. ნუ ნერვიულეთ ბიჭებო. რა უნდა მიქნეს იმ ერთიმეც სიცქნეობობამ ამხელა გენიოსკეც. ისე იღბელი არ გინდა? ეპრესიონის ამხელა კისერი ვერ დაინახა ობობამ და მაინდა მეც
ჩემ კისერზე გააკეთებ ასეთკა. ექიმს ეჩვენე მაინც ოსო იქნება შხამიანი იყო ეგობობია. ხო, მართლაც ვერავარ მე მგონი კარგად. ხელები მიბუჟდება. წავალ სახლში წამოვწვევი. ებიჯო დაასხით გზა იმანის დუულოცოთ ამ კაცს. მართლა რაღაცა მჭირს. თავებრუც მეხვევა. ვა, რამჭის. კედელზე როგორ ავდივარ? მართლაობა ხვერავარ. ბოლა ერთი უბრალო გენიოსი ვარ. წყალი. მე მგონი არც ისე ცუდად ვარ. ვახ, სპაიდერმენად გადავიქეცი, რა მაგარია ურა! შემიძლია კეთილი საქმეები ჩავიდინო და სახალხო გმირი გავხდე. ვა, რა მაგარია რა! ვახ, ცოტა მეშლება, მაგრამ დავამუღამებ, მანამდე ფორმასაც შევიკერავ, მაგარი იქნება. დაწეკით ძაცვა! არავინ არ გაინძრეს! ფული ჩკარა! უკაცრავდა, ჩვენ არასდროს გაგტოკეთ, წავწოლები გარეთ გაწვიდნენ, აი ისინი არიან წავწოლები. იმათ ნიღბები ეკეთეთ და მე საიდან უნდა მივხვდე რომ ძარცველია. გამაგები ერთი, იქნება პატიოსანი მოქალაქია და პატიოსას ხო არ გავთოკადი, ვეთქვე გადამრევთ. გადავწით ხალხო, სპაიდერმენმა გადაგვარჩინა. მე სპაიდერმენი კი არა, სპაიდერ სოსო ვარ. როცა დახმარება დაგჭირდებათ, დამიძახეთ და იმიწამსვე. გულწრფელი სოსო, სპაიდერ სოსო თქვენ გვერდზე გაჩნდება. მადლობა სპაიდერ სოსო. სპაიდერ სოსო. შიგარი ხარ სპაიდერ სოსო. სპაიდერ სოსოს გაუმარჯოს. სპაიდერ სოსო. მადლობა სპაიდერ სოსოს გაუმარჯოს. ჩემი ბუშტი. დაწყნარდი გოგონა, სპაიდერ სოსო დაგიბრუნებს შენ ბუშტს. დედა! მადლობა სპაიდერ სოსოს გაუმარჯოს. სპაიდერ სოსო. სულ გაგიჟდა ზობა ვიღაცო. ამ ხელა ხემოთ ხარამე ვიყო. რა აზრი აქვს ეხლა დანარჩენი ენერგიების დარგვას? სპაიდერ სოსომ სიკვდილს გადაგარჩინა ჩემო დოდო. ვაიმე, შენ ნორმალური ხარ ბიჭო? რას გადამარჩინე ერთი ვინ გეკითხებოდა კაცო? რას მიზავდა ნეტა ეს ველოსიპედი? აღარ დამჩა მთელი არც ერთი ნეკნები. ვაიმე! ვიშალეთ! ახლევი და გიხმარები პატარებ. ახლევი. სპაიდერ სოსო, ბავშვი გადარჩინა, დაბილი გბერია, დაბილი! სპაიდერ სოსო გერა არაბრები დააფრედო და ისეთ კუჭებით. თქვენი სათუთი გული საფორი აქებას ვერ გადავიტან ბრძანებელო. იქ ღამაკია სოსო, შენ გახდე გვირი და ხალხ ჩემზე მეტად შეუყვარდე. იკოს გადამრევს ეს. მოგესალმები, ბატონო ბიძინა. ვაიმე დედა, რიგირე ხარ?
რა ამბავში ხარ კაცო შენ? რა სამერია ეს დაწყმარებული უბანი? ვინ მოგცა შენ სიკეთის სიკეთების უბრლება? ეგ რო საჭირო იყო შენ და მასწრები ის შევსიკონა. მე ადამიანი ობობა ვარ, ბეტენებიძინა. ობობას მოგცემ შენ. ქიჟაკედან, ქიჟახლა. რეზიკო, მობძანდი აქ. რატომ არ ვუკალი ის წეული ობობა, რომ დაგავალე ერთი. გასუხებაში ბატონო. ბრძანებელო, ძირს დავანარცხე და ფეხი დავაჭირე უმოწყალოთ. სად გაქვს ფეხი შემატყوارა, ჰა? აი! დამნაშავე ვარ ბრძანებელო. ღირსი ვარ. გამტყიპე. არ დამინდო ბრძანებელო. ვაი. შენ კიდე ადამიანობობა, რასაც მე გიტყვი იმას გააკეთებ. თორე ვიცოდე, დარჩევი მშიერი და ჭამ მერე ქსელებში გაბული ბუზები და ბზიკები. მე პეტიეთ ბეტენებიძინა ემერთხელ. რასეც მეტყვით იმას გევეკეთებ. გემკითხოთ რა. მაგ შენი ქსელით ნამდვილი სიკეთის კეთება უნდა დაიწყო. მოგსოვ ჰამაკებს და გაყიდი. ვინ არის ყიდი სპაიდერ სოსოს ფილმის ჰამაკებს? გასაგებია? აბა გამძლე ჰამაკები. სპაიდერ სოსოს ჰამაკები. ჩემი ხელით მაგ მოქსოვილი. აბა იყიდეთ. მოდით. ჰამაკი. იყიდეთ. აი, რამდენი სიკეთის კეთება შეიძლება? თქვას თუ დაადან.